გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი, თეორია, პრაქტიკა. განუსაზღვრელი არტიკლი. Der unbestimmte Artikel. განუსაზღვრელ არტიკლს მრავლობითი რიცხვი არ აქვს. იგი ნაწარმოებია einsისგან, რაც ერთს ნიშნავს. განუსაზღვრელ არტიკლს ორი ფორმა აქვს: ein, eine. ისინი არსებითი სახელის წინ დგანან მხოლობით რიცხვში. განუსაზღვრელი არტიკლის გამოყენების წესები. პირველი. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა არსებით სახელს პირველად ვახსენებთ. უცნობია, ან როცა საუბრის დროს მხედველობაში გვაქვს არსებითი სახელი ზოგადად. ან თვითონ არსებითი სახელი განუსაზღვრელი და არა კონკრეტული ხასიათისაა. Ich sehe einen Hund auf der Straße. მე ქუჩაში ძაღლს ვხედავ. Sie kauft ein Buch im Laden. ის მაღაზიაში წიგნს ყიდულობს. Er sucht eine Wohnung in Berlin. ის ბერლინში ბინას ეძებს. Wir brauchen einen Lehrer für Deutsch. ჩვენ გერმანულის მასწავლებელი გვჭირდება. Ich möchte eine Tasse Kaffee. მე ფინჯანი ყავა მინდა. მეორე, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა რაღაცას ვადარებთ ერთმანეთს ვის გამოყენებით. Er arbeitet wie ein Lehrer. ის მუშაობს როგორც მასწავლებელი. Sie singt wie eine Sängerin. ის მღერის როგორც მომღერალი. Du kämpfst wie ein Held. შენი ბრძვი როგორც გმირი. Das Kind weint wie ein Baby. ბავშვი ტირის როგორც ჩვილი. მესამე, განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება ჰაბენის, ქონა ყოლა, ბრაუხენის, საჭიროება, es gibt's და das ist's შემდეგ. Ich habe ein Buch. მე მაქვს წიგნი. Wir brauchen einen Arzt. ჩვენ ექიმი გვჭირდება. Es gibt hier einen Park. აქ პარკია. Das ist eine gute Idee. ეს კარგი იდეაა. Sie hat eine Katze. მას კატა ყავს. მეოთხე. განუსაზღვრელი არტიკლი გამოიყენება, როცა არსებითი სახელი პროფესიის, საქმიანობის, რელიგიური და ეროვნული კუთვნილების განმსაზღვრელი სიტყვაა და მას წინ უძღვის ზედსართავი სახელი. Sie ist eine talentierte Lehrerin. ის ნიჭიერი მასწავლებელია. Mein Bruder ist ein fleißiger Student. ჩემი ძმა ბეჯითი სტუდენტია. Er ist ein gläubiger Christ. ის მორწმუნე ქრისტიანია. Sie ist eine junge Deutsche. ის ახალგაზრდა გერმანელია.